მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი თემა ძალიან დიდია და არ ვიცი, ხა 3 საუკუნეს მოვახერხებ რომ ჩავეტიო, ამიტომ ცოტა სქემატური იქნება და შევეცდები რომ რაღაც საკითხებზე გავამახვილო ყურადღება თქვენი. ამ ეპოქის, ანუ მე-18 საუკუნით ვიწყებთ. თავარი მახასიათებელი არის ამერიკული იდენტობის ჩამოყალიბება. ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი და საინტერესო პროექტი, როცა მულტიეთნიკური საზოგადოება ქმნის ერთობას. თან მე-18 საუკუნეში და ამ ერთობას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ. ბოლო დროს გაჩნდა ამ ერთობის აღსანიშნავად ამერიკული ერის სახელწოდება, რაც ერთგვარად საკამათო არის, მანამდე ის მოიხსენებოდა როგორც ამერიკელი ხალხი და ალბათ უფრო სწორია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერად ჩამოყალიბება, ერის ჩამოყალიბების პროცესი სხვაგვარად არის ხოლმე და გამომდინარე აქედან მე პირადად ვეთანხმები, რომ ალბათ ამერიკელი ხალხი ნებისმიერ უკეთესი იქნება, რომ მათ უშუალოდ აღსანიშნავად ვთქვათ. ეს არის ერთი მიზნისკენ მიმართული ერთობა და ჩამოყალიბებისთანავე ეს ასე გამოჩნდა. ეს არის თავისუფლების და თანასწორობის სახელით შემოთავაზებული წესრიგი სიმდიდრის დაცვის ნიშნით, რაც პირველად იყო მსოფლიოში და ამერიკული იდენტობის მეორე ნიშანი, მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის რელიგიურობა, რაც ამერიკული ერთობის შეჭიდულობას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. ამ პერიოდში მე-18 საუკუნეში ქართული ერთობის ჩამოყალიბება სააზროვნო სისტემად ისეთივე არის, როგორც დღეს გვაქვს. ანუ მე-18 საუკუნეში ყალიბდება ის აზროვნება, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ დღევანდლამდე გვაქვს და ცხადია თანამედროვე რეალობაში იცვლება, მაგრამ ძირითადი პარამეტრები მისი ასეთია და ეს არის ის, რომ პირველად დაიწყო ქართულმა ერთობამ ფიქრი იმაზე, რომ მას ჭირდება მხსნელი და ეს მხსნელი უნდა მატერიალური იყოს და არა დაუშვათ სხვა, რომელზეც იყო ეს დაყრდნობილი. ანუ ამითი ყალიბდება განსხვავებული ტიპი ქართული სააზროვნო სისტემისა. ეხლა რაც შეეხება ამერიკული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ეს იწყება 1492 წლით, როდესაც კოლუმბია აღმოაჩენს ამერიკას და იწყება ამერიკის კონტინენტზე, ანუ ახლად აღმოჩენილ კონტინენტზე ჯერ ესპანელების და პორტუგალიელების გადასვლა, რადგანაც სწორედ ისინი იყვნენ, ვინც პირველად აღმოაჩინეს ამერიკა და შემდეგ უკვე მოდიან და აქ უფრო გვიან ჩდებიან ინგლისელები. ფრანგების დიდი წილი, ანუ ფრანგული წილი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ძალიან მალე ისე გაძლიერდა ინგლისიდან გადმოსახლებულთა ნაკადი, რომ 1 მილიონი ინგლისელზე მოდიოდა 63,000 ფრანგი და ინგლისელმა მიგრანტებმა დაიკავეს პირველი ადგილი და რა თქმა უნდა გაუსწრეს ესპანელებსა და პორტუგალიელებს, გამომდინარე აქედან ენობრივი დამოკიდებულება ამერიკის ასე რომ ვითარებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო, ამერიკა ფრანგულად ისაუბრებდა, მაგრამ ამ შემდეგ რაც ინგლისელთა სრული პრიორიტეტი დამყარდა და დღემდე ამერიკის საუბრო ენა და სახელმწიფო ენა არის ინგლისური. მე-18 საუკუნის 70-იან წლებში, როცა ყალიბდება ამერიკული სახელმწიფო, ევროპის გულისწყური არის მისკენ მიპყრობილი. ევროპა გარკვეულ კრიზისს განიცდის და ამერიკული რევოლუციის ბელადები იზიარებენ ლოკის და განმანათლებლების იდეებს და ბევრი ძალიან ხედავს ამ იდეების განხორციელების ძალიან დიდ შანსს და ვრცელდება არა მარტო ევროპიდან ეს პოლიტიკური იდეები, არამედ ვრცელდება აგრეთვე ამერიკიდან ევროპაში, რაც ძალიან საინტერესო არის.
ინგლისი არის ის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს ამერიკაზე და პირველი რითიც იწყება ამერიკელი ხალხის წინააღმდეგობა ინგლისთან, ეს არის 1773 წელს, როდესაც ცნობილი ესეთი ჩაის მოვლენები მოხდა, როდესაც ბოსტონის პორტში გადაყარეს ინდოეთიდან ჩამოტანილი ჩაი, რაც ფაქტობრივად ინგლისური ჩაი იყო, გამომდინარე აქედან, რომ ინდოეთი ინგლისის კოლონია იყო და ამით იწყება, ეს იყო პირველი წინააღმდეგობა, ანუ პირველი ასეთი გამოსვლა ინგლისის წინააღმდეგ. და 1773 წელსვე ფილადელფიაში შეიკრიბნენ 13 კოლონიის წარმომადგენელი. ეს ხალხი არ იყვნენ ექსტრემისტები, ისინი არ იყვნენ არც რევოლუციონერები. ესენი იყვნენ განათლებული ადამიანები, ადვოკატები, ექიმები, კომერსანტები, რომლებიც თავიანთ თავს თვლიდნენ პატრიოტებად და ისწრაფოდნენ იმისკენ, რომ ამერიკა ყოფილიყო თავისუფალი. ბრიტანეთმა ერთი გაიბრძოლა ცოტა, რომ დააყენა ამერიკის სანაპიროებთან თავისი ხომალდები, მაგრამ კონფლიქტი იზრდებოდა და 6 თვის შემდეგ ამას მოყვა 1776 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება. საფრანგეთის და ესპანეთის მთავრობები, რომლებიც განაწყენებული იყვნენ ინგლისზე იმის გამო, რომ მათი რაღაცა უფლებები თანდათანობით შესუსტდა, უჭერდნენ მხარს და დახმარებას უწევდნენ ამერიკას, რომელმაც აიძულა ბოლოს და ბოლოს ინგლისი ეღიარებინა ამერიკის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის დეკლარაციამ და 1787 წლის კონსტიტუციამ ჩამოაყალიბა ამერიკელი ხალხის თვითცნობიერება. ეს კონსტიტუცია, რომელიც ჰობსის ფილოსოფიას ეფუძნებოდა და კალვინის რელიგიას, ძალიან საინტერესო იყო იმით, რომ მე-18 საუკუნეში ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე აღიარებს და უზენაესობას და მთავარი იდეა არის ის, რომ საკუთრების და სიმდიდრის დაცვა არის მნიშვნელოვანი. ეს არის პერიოდი, როდესაც ევროპაში რევოლუციები იწყება და ეს რევოლუციები, რომელიც საფრანგეთისა და ინგლისის დიდი რევოლუციებია, სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის ის, რომ მათ არ უნდათ მეფე, იმიტომ რომ მას აქვს უფლებები და მას აქვს სიმდიდრე. და ისინი იბრძვიან იმის წინააღმდეგ და ჩამოაგდეს კიდეც მეფე ხამზე აღარ ვისაუბრებთ ჩვენ. ამ დროს იგონებენ ევროპელები დასჯის იარაღებს, მაგალითად ერთ-ერთი გილოტინა, რომლითაც ჩამოახჩვეს საფრანგეთის მეფე. და ამერიკა აბსოლუტურად სხვა ტიპის წესრიგს თავაზობს მსოფლიოს. ის ამბობს, რომ ადამიანის თანასწორობა, თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სიმდიდრის და ამ საკუთრების დაცვით. უკვე ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას არსებობდნენ მდიდრები და ისინი უნდა დახმარებოდნენ, რომ სათავეში მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ძალიან საინტერესო არის ფილადელფიაში შეკრებილი ამ კონსტიტუციის ავტორების წერილები, რომელშიც, იმიტომ რომ ხო მიდიოდა კამათი, ხო როგორი უნდა ყოფილიყო ეს, ვიდრე დასხდებოდნენ განსახილველად ამ საკითხების და იქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არის, დააცხადებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი შეიძლება იყოს და გახდეს ადამიანი, რომელსაც ექნება $100,000-ზე მეტი. ანუ ეს უნდა იყოს გარკვეულად მდიდარი ადამიანი. ეს აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რა დამოკიდებულებაც არსებობდა ამ პერიოდის ევროპაში. და ამ პერიოდის ამერიკის კლასიკური მაგალითი არის პირველად, რაც კი შეიქმნა, ეს წარმოიდგინეთ, რომ არის მე-18 საუკუნე, როდესაც ელიტური ფენა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპაში და ელიტა სწავლობს უნივერსიტეტში, ელიტას აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, ელიტა არის მთავარი სახელმწიფო მოხელეები. და ამერიკა ქმნის ასეთ მაგალითს
დამოუკიდებლად წარმატების მიმღწევი ადამიანი, რომელიც არ არის არც გვარიშვილი და არც რაღაცა განსაკუთრებული სიმდიდრის მქონე ადამიანი, მაგრამ ის თავად აღწევს წარმატებას და ეს ფენომენი self-made man არის დღეისთვისაც ამერიკული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ხო, ну, რაღაცა შევამცირებ, ახლა ევროპაზე ვისაუბრეთ ჩვენ და მე-18 საუკუნეში რუსეთი ძალიან ძლიერდება და ცდილობს რომ გავიდეს ორ ზღვაზე. რუსეთი არის სახმელეთო ქვეყანა და ის ხვდება რომ ნუ ვერაფრით ვერ დადგება იმ ქვეყნების გვერდით, რომლებსაც ზღვა აქვთ. ამიტომ იწყებს ბრძოლას ზღვისთვის და ნუ იქ ვიღუპებით ჩვენ რადგანაც შავი ზღვაზე გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა გასასვლელი და ბალტიის ზღვაზე 25 წლიან ომს ახორციელებს პეტრე პირველი და მოიპოვებს გასასვლელს ბალტიის ზღვაზე, ნუ შავ ზღვაზე საბოლოოდ მოპოვება უფლებისა, მოიხსენება დღემდე გრძელდება და თუნდაც უკრაინასთან ომი ძალიან მნიშვნელოვნად სწორედ იმ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, რაც სწორედ ზღვისპირა ტერიტორიები არის. აშენებს პეტრე პირველი ქალაქს პეტერბურგს ევროპულ ყაიდაზე, ცვლის ყველაფერს, გაპარსავს ბოიარებს და ევროპულ სამოს შემოიღებს და ყველა როგორც გარეგნული მისი მახასიათებელი ასეთი უნდა იყოს. ის მიდის და სწავლობს თვითონ გემთმშენებლობას და აშენებს პირველ ფლოტს, რითიც სურს რომ ევროპულ სახელმწიფოდ აქციოს რუსეთი. ამ პერიოდის აი ევროპულ რევოლუციებში, რომელზეც მე მოკლედ გითხარით, წარმოჩნდა არამართებული ქრისტიანული ფასეულობების პრიმატი, რაც ძალიან თვალნათელია ევროპაში რევოლუცია რატომ ხდება და რა არის მთავარი იდეა მისი. დაუნანებლად იღრება სისხლი ინგლისისა და საფრანგეთის დიდი რევოლუციების დროს, რადგანაც მთავარი არის ეგრეთ წოდებული დიადი იდეალები. ადამიანის დანიშნულება არის დიდი საქმეების კეთება ევროპელებისთვის, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ კოლექტივის ბედნიერება არის მეტი, ვიდრე ერთი ადამიანის უბედურება. ეს ლოგიკა არის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში ქრისტიანულ აზროვნებასთან, სადაც პიროვნება მეტი არის სოციუმზე, სადაც პიროვნება უნდა ცხონდეს და არა სახელმწიფოები და ცივილიზაციები. გამომდინარე, აქ კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რაც ქონდა მართებულ ღირებულებებთან ევროპაში, ეს წარმოჩნდა. მე-18 საუკუნეში რო ვისაუბროთ საქართველოს შესახებ, ეს არის ესეთი როგორ გითხრათ, ჩვენს მიერ მოფიქრებული სახელი და კარგად რო აღწეროთ ერთი სიტყვით ეს პერიოდი, აი ორჭოფობის საუკუნე, ყველაზე ცუდი რაც ამ დროს ხდება, არის ის, რომ ქართული სამეფო ელიტა იწყებს ფიქს იმაზე, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს დამოუკიდებლად სხვა ქვეყნის პროტექტორატის გარეშე ცხოვრება. განძის დატვირთვა სრულად დაკარგულია, ახალი მხსნელის ძიების პროცესი იწყება და პირველად დაუშვა ქართულმა ერთობამ მიწიერი მხსნელი და უარი თქვა იმაზე, რაზეც მუდმივად იყო დაფუძნებული, რაზეც თუნდაც წინა ლექციაზე ვისაუბრეთ ჩვენ. და როგორც კი დაუშვა ეს, სრულად ამოყირავდა მისი ფასეულობათა სისტემა და ის რომ პოლიტიკური პროტექტორი ჭირდება ქართულ ერთობას და არა სულიერი მხსნელი, რომ ჩვენ გადავშენდებით თუ არ გვეყოლება პოლიტიკური მხსნელი, რომლის მთავარი დატვირთვა იქნება მოვლა და პატრონობა, ეს არის ის აზროვნება, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და ძალიან მძიმედ გავდივართ ამ გზას. სწორედ როდესაც ჩვენ ვეძებთ მუდმივად იმას, ვინ შეიძლება ჩვენ დაგვეხმაროს. ეს ქართული ერთობისთვის აბსოლუტურად ახალი რამ იყო, იმიტომ რომ არასოდეს ბევრად უფრო რთული პოლიტიკური რეალობა ყოფილა საქართველოში, მაგრამ არასდროს არ დამდგარა საკითხი იმაზე, რომ ვინმეს უნდა ეპატრონა ჩვენთვის, რადგანაც ისინი იყვნენ დაფუძნებული ბევრად უფრო მაღალზე. ახლა ამის შედეგი არის სწორედ ვახტანგ მეექვსის და სულხან საბას
აბსოლუტურად ისეთი გაუთვლელი ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ თუნდაც ევროპის მიმართ, რადგანაც და ერეკლე მეორის გადაწყვეტილებები აქ შეიცვალა ეს. შეიცვალა მოვლის მომენტი და ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამე სხვაგვარად ჩამოყალიბდა. სულხან საბას რაღაცა გარკვეული ნაბიჯი თუ მისი ელჩობა თუ მისი გადაწყვეტილებები სულად სხვადასხვაგვარად ფასდება. მე ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ ის რომ ასეთი ძალიან მაღალი ხარისხის ადამიანისათვის და ბრძენი ადამიანისთვის იმის თქმა რომ ევროპაში ჩასული ამბობს რომ ის კათოლიკია და შემდეგ თუ კი დაეხმარება მათ ევროპა მაშინ საქართველოს კათოლიციზმს მიიღებს იყო არაერთი ადამიანის თუნდაც აზრი ან გადაწყვეტილება. ეს იყო ის, როგორც აზროვნებს ამდროინდელი საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ესეთი წარმატებული და ძალიან საყვარელი მეფის ვახტანგ მე-6-ის გამოსვლა ციხიდან, ანუ დახსნა ტყვეობიდან, რისთვისაც იყო ფაქტობრივად სულხან საბას ელჩობა, მაგრამ თუნდაც ერთი ადამიანის დაუშვათ აი ამ ასეთ მდგომარეობიდან ტყვეობიდან დახსნისათვის ის რომ ქართული ერთობა რომელიც ერთ-ერთი მთავარი ნიშნული იყო რელიგიური ნიშნული ამისი ცვლილება შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ იმ სიტუაციაში როდესაც საზოგადოება სხვაგვარად აზროვნებს. ანუ ერთგვარად ღირებულებითად დეზორიენტირებული არის და ის და დასასრული ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ერთი არის, ამას უფრო დიდი პრობლემები და სიმძიმე მოაქვს. ერთობის მისია ჩამოიშალა და შეწყდა ის კავშირი, რაც კი არსებობდა, სინერგია, რომელიც ჩვენ წინა ლექციაზე ქეთევან წამებულთან დაკავშირებით ვისაუბრეთ სრულიად. ერეკლეს რუსეთზე ორიენტაციის საბოლოო გადაწყვეტილებაც მე მღმადჯერა რომ გამოიწვია ქართული ერთობის ერთმა უმთავრესმა ფასეულობამ რომ სუვერენულ უფლებებზე უარის თქმით შეენარჩუნებინა უმთავრესი იდენტობრივი მარკერი რელიგია. მე ასე ვფიქრობ, რომ ერეკლე ყველაზე მეტად ამას ფიქრობდა, მაგრამ ვერ გაამართლა მეფის არჩევანმა და პრინციპში არ შეიძლებოდა რომ გაემართლებინა, რადგანაც ერეკლეს ეგონა რომ აკეთებდა არჩევანს ფასეულობითი კუთხით, მაგრამ პოლიტიკური იყო ის არჩევანი. როდის აკეთებს, აი ჩვენ გქონია ჩვენი ლექციების დროს ფასეულობით არჩევანზე საუბარი და როდის აკეთებს ერთობა ამას, როდესაც არის ცოცხალი კონტაქტი ღმერთთან, ეს დაკარგა ქართულმა იდენტობამ და ერეკლე იყო მეფე, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად ფიქრობდა ქვეყნის გადარჩენაზე. უამრავი პროექტი, რომელსაც ერეკლე ახორციელებდა, შემდეგ შეკითხვები თუ გექნებათ ამ პროექტებთან მიმართებაში, მე სიამოვნებით გავცემ პასუხს, უბრალოდ ახლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ და ერეკლემ გადაწყვიტა, რომ თავის სიცოცხლეში მიებარებინა ეს ქვეყანა ვინმესთვის. ის ფიქრობდა, რომ მის შემდეგ ძალიან რთული რეალობა იქნებოდა და ამიტომ ირჩევს ის პროტექტორად რუსეთს. მაგრამ მეფის არჩევანმა არ გაამართლა, როდესაც ვამბობთ, არ გაამართლებდა არც ერთ სხვა შემთხვევაშიც. ვინც არ უნდა აერჩია მას, ცხადია ეს არ იქნებოდა, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა ის კი არ იყო სწორი არჩევანი გაეკეთებინა რომელიმეზე, არამედ მთავარი არჩევანი იყო, რომ ეს პრობლემა დადგა. ანუ მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მენტალობაში მოხდა ცვლილება, რაც გამოიხატა იმაში, რომ საკუთარი თავის იმედად ყოფნის ფაქტორი გამოირიცხა და კიდევ სულიერი მხსნელის ფაქტორი გამოირიცხა. ეს იყო მთავარი და შემდეგ ვის აირჩევდა დაუშვათ ერთ მორწმუნე რუსეთს თუ მაჰმადიან სპარსეთს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. პირველად დაუშვა ეს ქართულმა ერთობამ და სწორედ ის შეჭიდულობა დაირღვა, რასაც ქვია ერთიანი იდეა, რომელზეც მუდმივად იყო ქართული ერთობა დაფუძნებული.
მე-19 საუკუნის პირველი წლებიდანვე ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე პერიოდი დადგა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი ერეკლესის ძალიან ბევრი შვილი ყავდა, ნუ სხვადასხვა ესეთი რიცხვია დასახელებული, მათ შორის 28-ს და უარესთა შორის უარესი იქნა გამორჩეული. გიორგი, რომელიც თავად ჯანმრთელი არ იყო, როდესაც ავიდა სამეფო ტახტზე და სულ რაღაცა წელიწად ნახევარი იმეფა და გარდაიცვალა. ერეკლეს ძალიან ბევრი ღირსეული შთამომავალი ყავდა, მათ ბატონიშვილები ეწოდებოდათ, ანუ ბატონიშვილი ერეკლეს შვილებს და ერეკლეს შთამომავლობას ეწოდება, მაგრამ აირჩიეს სწორედ გიორგი, რიგობრივად მე-12, რომელიც როგორც გითხარით, მალე გარდაიცვალა და ამის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი მემკვიდრე დავითი, მაგრამ რუსეთმა უკვე აღარ შეასრულა ის თავისი პირობა. პირველ შემთხვევაში ერეკლეს გარდაცვალების ჟამს მან შეასრულა პირობა და გიორგი მე-12, ანუ ის, ვინც არჩეული იყო სამეფო ელიტის მიერ, ის გაამეფა. თუმცა მეორე შემთხვევაში ეს აღარ მოხდა, როდესაც დავითს გაიწვევენ რუსეთში, მას იქ დაპირდებიან საცხოვრებელს, პატარა სასახლეს, დაპირდებიან მას და მის შთამომავლობას მუდმივად ძალიან კარგ შემოსავალს და ამის შემდეგ დავითი აღარ ბრუნდება. 1801 წელს, როდესაც ხელი მოეწერა მანიფესტს საქართველოს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ, საქართველოში ამის შესახებ არავინ არ იცოდა და მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მოვიდა ცნობა, რომ უნდა რუსეთიდან ჩამოდიოდა მაღალჩინოსანი, რომელიც ქართულ ელიტას უნდა შეხვედროდა და ქართული თავადაზნაურობა სიონის ტაძარში შეიკრიბა. იქ გამოუცხადეს, იქ წაკითხული იქნა მანიფესტი, რომელზეც ქართულმა ელიტამ გაიგო, რომ მათ მარტივად სახელმწიფო აღარ ჰქონდათ, რადგანაც ქართლ-კახეთის სამეფო იყო გაუქმებული, ქართლ-კახეთის მეფე აღარ ეყოლებოდა და ინიშნებოდა რუსი ეგზარქოსი, რომელიც მიხედავდა ეკლესიას, რომელიც მოგვიანებით მოხდა და მეფის ნაცვალი, რომელიც აგრეთვე მიხედავდა საერო ცხოვრებას. პირველი რეაქცია, რაც იყო თავადაზნაურებისა, იყო ის, რომ რაღაცა ხმლები უნდა ეშიშვლათ, მაგრამ სიონის გარშემო ტერიტორია ჩაფრებით იყო სავსე და ისინი მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობის გატევას არანაირი აზრი არ ჰქონდა. პირველი ყველაზე მძიმე სურათი, რაც დახატა რუსეთმა, იყო ის, რომ მათ ოფიციალურ პირს ხელში ჰქონდა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელზეც თხოვდა ქართულ თავადაზნაურებს რიგრიგობით მისულიყვნენ, მუხლი მოეყარათ და დაეფიცათ რუსი ხელმწიფის ერთგულებაზე. ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი და უკვე ალბათ ნათელი გახდა ქართული ერთობისთვის, თუ რა ელოდა შემდგომ. ეს იყო მეტად ცინიკური მომენტი, როდესაც რუსი ხელმწიფის ერთგულებაზე და ზოგადად რუსეთის სახელმწიფოს ერთგულებაზე, რომელმაც გააუქმა სახელმწიფოებრიობა ქართლ-კახეთში, სწორედ წმინდა ნინოს ჯვარზე აფიცებდნენ, რაც გამოხატულება იყო ერთგვარად იმისა, რომ ისინი ერთმორწმუნეები იყვნენ, მაგრამ ამავდროულად ეს იყო ძალიან დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი აუქმებს სამივე მარკერს ქართული იდენტობისა, გაუქმდა სახელმწიფოებრიობა, როგორც გითხარით, გაუქმდა ქართული ენის გამოყენება, როგორც ოფიციალურ ურთიერთობაში, ისე საგანმანათლებლო სფეროში, აიგრძალა სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება, რაც
ქართული საზოგადოებისთვის იყო ძალიან მძიმე მომენტი, თავი რო დავანებოთ დაუშვათ რაღაცა ფსიქოლოგიურ მომენტს, აქ ფიზიკურად შეუძლებელი იყო რუსულ ენაზე საუბარი, რადგანაც მათ ეს ენა არ იცოდნენ. გამომდინარე აქედან ქართული ერთობა იწყებს ფიქს იმაზე, თუ როგორ უნდა გადარჩეს. და მესამე ისინი აუქმებენ რელიგიურ მარკერს, რადგანაც სწორედ რელიგიური მარკერი უქმდება იმ დროს, როდესაც ავტოკეფალიას გააუქმებს რუსეთი საქართველოსთვის და ამის შემდეგ იწყება ის ძალიან მძიმე და ძალიან რთული პერიოდი, ხო, არა, ძალიან მძიმე და რთული პერიოდი, რაც ქართული ერთობის ბრძოლას მოყვება და ეს როგორც მოგეხსენებათ დღემდე გრძელდება. ეხლა მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იყო ამ პერიოდში, არის ის, რომ როგორ შეეძლო ქართულ ერთობას გამკლავებოდა ამ ყველაფერს. ვერაფერი ვერ იქნა იმ მომენტში გადაწყვეტილი, ის რასაც ბატონიშვილები ახორციელებდნენ და იყო რაღაცნაირად მუდმივად საუბარი იმაზე, თუ რა და როგორ გაეკეთებინათ, იყო ერთგვარი ილუზიები, იმიტომ რომ ყველა მათი გამოსვლა და შემდგომაც ქართული ერთობის გამოსვლები სრული კრახით მთავრდებოდა, რადგანაც გამკლავება რუსეთთან ამ პერიოდში აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. რუსეთის გადაწყვეტილება გასული იყო შავ ზღვაზე, არაფერს არ შეცვლიდა, რა თქმა უნდა, და გამომდინარე აქედან ქართულ ერთობაში იწყება ყოველწუთიერი ზრუნვა ამის შესახებ. შემდგომი პერიოდები უფრო რთული არის ქართული ერთობისთვის, როდესაც რუსები 1810 წელს უკვე აუქმებენ ავტოკეფალიას. პროექტი იყო ასეთი, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქის სახელო ფაქტობრივად უქმდებოდა და რუსი ეგზარქოსი მართავდა ქართულ ეკლესიას. ქართლ-კახეთი შევიდა პოლიტიკურად რუსეთის შემადგენლობაში ძალიან დამამცირებელი სახელით. რუსებს იმდენად სურდათ, რომ გაეუქმებინათ, იდენტობის აღქმა ფაქტობრივად არ ყოფილიყო, რომ არც ერთი ეს სახელი, რაც თუნდაც საქართველოს მოიცავდა ან ქართლს, არ იქნა ფიგურირებული იმ დოკუმენტებში, რომლითაც შევიდა ქართლ-კახეთი რუსეთის შემადგენლობაში. ეს იყო ორი გუბერნია, ქუთაისის გუბერნია და თბილისის გუბერნია, რითაც შევიდა ქართული სახელმწიფო რუსეთის შემადგენლობაში. ეს რატომ? იმიტომ რომ ქართლი, რომელიც თვითდასახელება იყო საქართველოსთვის და ის აღიქმებოდა, ეს სახელი არ უნდა რქმეოდა მას. გამომდინარე აქედან თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია იყო იმ ორი ქალაქის სახელი დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში, რომლის სახელითაც შევიდა. ეკლესია ძალიან მძიმე დღეები დაუდგა, მარტივად კიდევ ამბობ, იმიტომ რომ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა წირვალოცვა და მრევლი დაიცალა ტაძრები, რადგანაც მარტივად არაფერი არ ესმოდათ რა ხდებოდა იქ. მე-19 საუკუნეში აი ამ სრულიად არეულ ფასეულობათა სისტემას წინ აღუდგნენ თერგდალეულები ილიას თამასნობით. ილია წავიდა ფაქტობრივად იმ აზრის წინააღმდეგ, რაც ჰქონდა ერეკლეს. ილიამ აი ამ სამი დასახელებული მთავარი ფასეულობიდან, რაც ჩვენ ვთქვით, ენა, მამული, სარწმუნოება ჩამოაყალიბა. მამული, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობა უკვე აღარ არსებობდა და ამიტომ გამომდინარე ფარნავაზის დროს შექმნილი ეს ნიშნული ცხადია ვეღარ იქნებოდა. ილიას არაფერი ესეთი დიდი ცვლილებებისა და შეიძლება ითქვას რევოლუციური სიტუაციისკენ არ მოუწოდებია. ილიამ თქვა მარტივი რა.
რომ გაიხსენებინათ ქართველებს თავიანთი ვინაობა. ანუ მთავარი მომენტი, რასაც ჩვენ ლექციებში საუბრობდით, იყო ის, რომ ქართველთათვის ვინაობა იყო ის, რომ რამოდენიმე მახასიათებლით ყალიბდებოდა. რადგანაც ეს მახასიათებლები აღარ არსებობს მე-19 საუკუნეში, ილიამ დაიწყო იმის შეხსენება ქართველთათვის, რომ ჩვენი თავი ჩვენათვე გვეყუდნოდა, რომ ჩვენი დაცემულის ვინაობის აღდგენა უნდა მომხდარიყო და გამომდინარე აქედან იწყება სწორედ ამისათვის ბრძოლა. ილიამ რაღაცა ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა ქართლისთვის, როდესაც საქართველოს სოჭის აკაკი მაკრაძეს აქვს ეს და ძალიან კარგი გამონათქვამი, რომ ილიამო შუაზე გაყვეთაო საქართველოს შიგ ჩაიხედა და უმთავრესი რამე თქვა, რითიც უნდა ყოფილიყო მისი მკურნალობა, მაგრამ რატომ არ მოხდა ეს და რატომ ვერ გავაკეთეთ ეს, იყო ის, რომ ქართულმა ერთობამ არ ფაქტობრივად არ მისდია იმ მკურნალობის კურსს, რომელიც ფაქტობრივად ილიამ ჩვენთვის ჩამოაყალიბა. ეს ძალიან რთული იყო. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ის რომ ქართულმა ერთობამ არ მიიღო ილია, ძალიან კარგად გამოიხატა ამაში. რა მდგომარეობს ეს ყველაფერი? ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ ვინ მოკლა ილია და დაუშვათ ვინ გამოკრა ჩახმახსხელი. აქ თუ არა ამას მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, რომ ამას უბრალოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ილია არ იქნა მიღებული და ილიას იდეები არანაირად არ იქნა მიღებული ქართული ერთობისათვის. ამიტომ ის თუ ვინ გამოკრა ჩახმახსხელი იყო ეს ბერბიჭაშვილი, იყვნენ ისინი სოციალ-დემოკრატები თუ ვის ბრძანებას ასრულებდა, ის ალბათ დიდმნიშვნელოვანი არ არის. მთავარი არის ის, რომ ქართული ერთობისათვის იქნა მიუღებელი ეს იდეები და ალბათ დღესაც რომ ასეთი სიტუაცია გქონოდა, ალბათ იგივე განხორციელდებოდა ვფიქრობთ. ამიტომ თერგდალეულების იდეები ვერ განხორციელდა და მაშინ ის რაც ხდება შემდეგ მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში არის ჩაწვდომა იმისა თუ რა ხდება, არიან რა თქმა უნდა ადამიანები, ვინც მათ გარშემოა, მაგრამ ილია წერს ერთ რაღაცა ძალიან საინტერესო რამეს და ამაში კარგად ჩანს ის მთავარი კაცი ვერ ნახეო ჩემი იდეები რომ გამეზიარებინაო. ეს გადამეტებულია, რა თქმა უნდა, ერთი კაციც იყო და ორიც ასეთი, მაგრამ ილიას სურდა რომ ეს ყოფილიყო უფრო მეტი. ამაში იგულისხმება ის, რომ მან ვერ ნახა რეალურად ის დასაყრდენი, რაც შეიძლებოდა აქ ყოფილიყო. მე-20 საუკუნე მსოფლიოში ყალიბდება და ხასიათდება პოლიტიკის გაკერპებით. მე-20 საუკუნე არის ის, როდესაც იწყება პოლიტიკის გაკერპება, ამასთან არის დაკავშირებული ორი მსოფლიო ომი, ამასთან არის დაკავშირებული იდეოლოგიების ჩამოყალიბება, ფაშიზმის და ნაციზმის, რომელიც ამ დროს არის და შემდეგ კომუნიზმის, რომლებიც იპყრობენ მსოფლიოს. ამ დროის მსოფლიო ძალიან დაბნეულია, იმიტომ რომ მსოფლიოს გადანაწილება იწყება პირველ მსოფლიო ომში გერმანიის ფაქტობრივად გამოსვლით და დამარცხებით ჩვენთვის და ქართული ერთობისთვის რაღაც პირველმა მსოფლიო ომმა ძალიან დიდი ბიძგი მისცა დამოუკიდებლობას, იმითი რომ სწორედ ამ დროს როდესაც მოკლედ თურქეთისა და გერმანიის დაპირისპირება ხდება და როდესაც ბათუმის კონფერენციაზე არიან ჩასული ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, იქ გადაწყდება, რომ დიდი წილი საქართველოსი, კერძოდ ბათუმის ოლქი, მთლიანად უნდა გადავიდეს თურქეთის შემადგენლობაში. ძალიან მარტივად გიყვებით ამას დროის უქონლობის გამო. გამომდინარე აქედან, მაშინ როდესაც
ევგენი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ ეს ქართული ტერიტორიები იყო და ეს ვერ მოხდებოდა. თურქეთის პასუხი იყო, რომ თუკი საქართველო არის რუსეთის შემადგენლობაში და თუკი ის იქნება ცალკე იურიდიული პირი, მხოლოდ მაშინ შეიძლება მასთან საუბარი, გამომდინარე აქედან ის წერს ნოე ჟორდანიას თბილისში, რომ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ეს ყველაფერი და კიდევ დიდი ნაწილი საქართველოსი, უნდა იქნას გამოცხადებული დამოუკიდებლობა. ეს ფაქტობრივად 1918 წლის 26 მაისს რაღაც ერთგვარად დეპეშით გამოცხადებული დამოუკიდებლობა იყო, ძალიან სპონტანურად და ძალიან სწრაფად. სოციალ-დემოკრატები მოდიან სათავეში, იშვიათია ამ დროს სოციალ-დემოკრატები ქვეყნის სათავეში და ისინი ჩვენთან არიან. 1918-21 წლები, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო არის, ანუ პირველი რესპუბლიკა ასე უწოდებენ, თუმცა ნუ რა ვიცი, ეს ცოტა სადაო ტერმინია, მაგრამ ნუ მაინც დამოუკიდებელი არის ეს ქვეყანა. ამ დროს სოციალ-დემოკრატები ვერაფერი ვერ მოაქვთ ის და ვერ აყალიბებენ იმას, რაც თუნდაც ილიამ თქვა. და ვერც გააკეთებდნენ. იმიტომ რომ მათი ფასეულობა და სისტემა იყო აბსოლუტურად სხვაგვარი. პოლიტიკური თვალსაზრისით ამ დროს ხდება მეზობლებთან ომი, იმიტომ რომ საზღვრები დაცული არ არის და საზღვრების ანუ მისი მონიშნულიც კი არ არის ეს საზღვრები და გამომდინარე აქედან პრეტენზია უჩნდება მაგალითად პირველ რიგში სომხეთს, შემდეგ აფხაზეთი, რომელთანაც ხდება კონფლიქტი. 5 დღიანი ომი იყო სომხეთთან 1918 წლის დეკემბერში, ძალიან მალე რამდენიმე თვეში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და დაპირისპირება აგრეთვე აფხაზეთთან. შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადება და ეს 3 წელი საკმაოდ რთული იყო საქართველოსთვის, მაგრამ ვერ მოხდა იმ ნიშნულების, იმ იდენტობის, იმ ნიშნულების ფაქტობრივად აღდგენა და არც ფიქრი ამაზე გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ეს ღირებულებები არ ქონდა სოციალ-დემოკრატებს. 1917 წელს 106 წლის მერე აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 12 მარტს-ცხოველში ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადეს და პირველ კათალიკოსად აირჩიეს კირიონ მეორე საძაგლიშვილი. ანუ პირველ მსოფლიო ომის მსვლელობამ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოზე ძალიან დადებითად იმოქმედა, როგორც დაუშვათ პოლიტიკური თვალსაზრისით სახელმწიფოს აღდგენის, ისე ავტოკეფალიის აღდგენის თვალსაზრისით. 1921 წელს რუსეთი შემოდის საქართველოში და ჩემ სტუდენტებს მეუბნები ხოლმე, რომ ეს პარადოქსული არის, როგორც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადება, ისე მისი დასასრული, რადგანაც ორივე შემთხვევაში რაღაცა დეპეშა ფიგურირებს, ერთ შემთხვევაში ევგენი გეგეჭკორის, რომელიც წერს ნოე ჟორდანიას და მეორე შემთხვევაში ორჯონიკიძის, რომელიც წერს სტალინს მოსკოვში, კოჯორთან და ტაბახმელასთან აი ამ ბრძოლების შემდეგ რუსეთის წითელი არმია შემოდის თბილისში და ორჯონიკიძე წერს სტალინს დეპეშას, თბილისი აღებულია, თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. რითაც დასრულდა ის ძალიან მნიშვნელოვანი 3 წელი, რომელიც შეიძლება ცხადია სხვაგვარად გაგრძელებულიყო, მაგრამ დასრულდა ისე, რომ ქართული ერთობისთვის, აი უკან მოხედვის დროს თითქმის არაფერი რჩებოდა. თუმცა ის რაც ეხება იმ საბოლოო ბრძოლებს, რომელიც აი შეიძლება ითქვას, რომ აი
ბოლო უკანასკნელი ესეთი სერიოზული ბრძოლა იყო ქართული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, რომელშიც ძირითადად იუნკერები მონაწილეობდნენ და ძალიან მაღალი დონის იუნკერები, რადგანაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლეს მათ რუსული არმიის შეჩერება. ერთგვარად ნამდვილად სათქმელი შეიძლება გქონდეს ჩვენ გენერლები, მათ შორის მაგალითად გენერალი მაზნიაშვილი, რომელიც წარმოადგენდა რა თქმა უნდა რუსეთის არმიის და იქ ჰქონდათ მიღებული განათლება, მაგრამ ძალიან მაღალი დონის სამხედრო პირები იყვნენ და ის რომ იუნკერები სულ რაღაცა წელიწადნახევარი არსებობდა ეს სასწავლებელი და უკვე ეს შეძლეს, ძალიან ბევრ რამეზე საუბრობს. 1921 წლიდან 70 წლიან პერიოდში საქართველო აბსოლუტურად მოწყდა იმ ინტელექტუალურ პროცესებს, რომელიც მიდიოდა ევროპაში, რომელიც მიდიოდა მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე რთული იყო ის, რომ ის მოწყდა საკუთარ ფასეულობათა სისტემას და მან დაკარგა კონტაქტი საკუთარ თავთან. და დაიწყო და იქნება საბჭოთა პერიოდში რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებები, რომელიც შემდგომ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ეს იყო ორი რაღაცა ესეთი განსხვავებული დამოკიდებულება, ან ყოველგვარი დასავლურის კალკირება და პირდაპირ გადმოტანა, ან ბრძოლა ყოველგვარ სიახლესთან. ასეთმა პოლარიზაციამ განსაკუთრებით 90-იან წლებში გამოიწვია საზოგადოებაში ყალბი პატრიოტიზმის მომძლავრება და მეორე მხრივ რაღაცა უსუსური ნიჰილიზმისა, რაც ერთგვარად გარკვეული ცვლილებებით დღესაც მძლავრობს ქართულ საზოგადოებაში. 21 საუკუნე, რომელიც მსოფლიოსთვის ძალიან ბევრი რამით და ძალიან რთულად იწყება, არის ის, რომ ტექნოლოგიების ხანა არის ის და ტექნოლოგიების ხანამ მოიტანა განსაკუთრებული დამოკიდებულებები საზოგადოებაში. საზოგადოება, რომელიც თუნდაც ჩვენი, რომელიც ნიჰილიზმისა და რაღაცა პატრიოტიზმის ხაზზე გადის, მსოფლიოს აღმოჩენების პირისპირ დგება. მე აღარ ჩამოვთვლი ამ აღმოჩენებს, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნეში ძალიან ბევრია. იცვლება დამოკიდებულებები ევროპაში პოლიტიკურ წრეებში და 21 საუკუნე არის ის ეპოქა, როდესაც კიდევ უფრო მეტად გაკერპტება პოლიტიკა და როდესაც ყველაფერი პოლიტიკას დაემორჩილება. ამრიგად რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, შეიძლება ვთქვათ, რომ იცვლება მსოფლმხედველობა, მე-20 და 21 საუკუნის მთავარი ღირებულებებად იქნება დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, გლობალიზაცია, ამ პერიოდის კერპებია ფაქტიურად და იქნება საშუალო კლასი, რომელიც ევროპაში არ არის ბრძოლისუნარიანი და არ იწვევს იმ ცვლილებებს, რაც შეიძლებოდა გამოეწვია. ქართული ერთობა სრულიად წყდება საკუთარ ფასეულობებს, ამის ფონზე დღეს საზოგადოებას, მსოფლიოს საზოგადოებას თავარი მესიჯი მიეწოდება, რომ ადამიანმა ყველაფერი შეძლო და ყველაფერი იგულისხმება ის, რომ მან გაიმარჯვა ბუნებაზე და კიდევ უფრო მეტად გაკერპტა პოლიტიკა. რა თქმა უნდა, საჭიროა პოლიტიკა იმისთვის, რომ რაღაცა ეს ჩვენი დედამიწა ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს, მაგრამ არც ცხადია სამოთხის აშენება არ არის აქ შესაძლებელი. ამიტომ ის, რასაც ადამიანებს დღეს თავაზობენ მსოფლიოს პოლიტიკოსები და ზოგადად საზოგადოება ამისკენ არის მიმართული, რომ აქაც შეიძლება არსებობდეს სამოთხე, ეს ალბათ შეუძლებელია, რადგანაც ადამიანი დაცემულია, მას სჭირდება აღიარება იმისა, რომ ის არის დაცემული, მას სჭირდება დახმარება და მას აუცილებლად სჭირდება ღმერთი, რაც დღევანდელი თანამედროვე საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მადლობა ყურადღებისთვის.